მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ყოვლად სამდელონო მეუფენო პატიოსანო მამანო ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ დიდი მარხვის მეხუთე კვირას ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენთვის წმინდა ეკლესიის მიერ თუ რა დიდი სიკეთეა ჩადებული ადამიანის ბუნებაში და როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია საიდუმლოდ დაფარული ყოველ ადამიანში. თქვენ იცით რომ მარიამ ეგვიპტელი თავდაპირველად არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და შემდეგ შეინანა. სინანული რა არის? ეს არის ცვლილება. აზროვნების, ცხოვრების, მთელი მიმართულების, ცხოვრებისა. და აი მარიამ ეგვიპტელი ისე შეიცვალა, ისეთი ცვლილება მოხდა მასში, რომ ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. როგორც მისი ცხოვრებიდან ვიგებთ ჩვენ, დინარე იორდანეზე ფეხით დადიოდა და ლოცვისას ჰაერში იწეოდა. აი ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში. და რა ცვლილებაა ეს? ის გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა ცხოვრებაში. და სიწმინდე რა არის? ეს არ არის მხოლოდ ხორციელი ვნების დამარცხება და სიძვის დამარცხება. ეს არ არის ჯერ კიდევ საკმარისი სიწმინდისთვის. არამედ სიწმინდე არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი ძალები, მშვინვიერი, ფიზიკური მიმართულია ღმერთისკენ. გახსნილია სულიწმინდის მიღებისთვის. და ეს სულიწმინდა შემოდის ადამიანში და მას გასწმენს, განასულიერებს. ესე იგი, ეს არის სულიწმინდის დამკვიდრება ადამიანში. ამრიგად, ჩვენ როდესაც საუბრობთ სიწმინდეზე, ეს ნიშნავს, რომ საუბრობთ სულიწმინდაზე და მის მოქმედებაზე. აი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი მოციქული წერს, რომ ეს სოფელი ბოროტსაზე დგას. ესე იგი, ქვეყანა დანთქმულია ბოროტებაში. ეს მართლაც უდავოდ ასეა და იგივე მოციქული სხვაგან ამბობს, სხვაგან წერს, რომ ნუ შეიყვარებთ ამას სოფელს და ნურც სხვა რამეს ამას ოფლიურს. შეიძლება ზუსტად არ ვამბობ ეხლა ციტატას, მაგრამ დაახლოებით ასეა. ნუ შეიყვარებთ ამას სოფელს და ყოველივეს ამას ოფლიურს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს სამყარო ღვთისაა. ღვთის შექმნილია. ამიტომ ეს სიტყვები მოციქულისა არ ეხება ყველაფერ იმას, რაც ღვთისგან არის ამ სამყაროში. ღვთისგან კი ძალიან ბევრია. ბევრი სიკეთეა. ულევი სიკეთეა ღვთისგან და ღვთისა. და ის სწორედ ამაზე ქადაგებს წმინდა ეკლესია. ამას გვახარებს ეკლესია. და სწორედ სინანულის გზაზე, სინანულის მეშვეობით იხსნება ჩვენთვის აი ეს დიდი სიკეთე, რომელზეც მოგახსენებთ. და რა არის ეს დიდი სიკეთე? ეს არის ღვთისგან მომავალი მარადიული სინათლე, ჭეშმარიტი სინათლე. ქრისტეს აღდგომის სინათლეა. და აი სწორედ ამას შეგვახსენებს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის ყოველ კვირას. გახსოვთ პირველი კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი, რას გვეუბნეოდა, რომ ღვთის ხატებაა ჩადებული ადამიანში. შემდეგ იყო გრიგოლ პალამას სწავლება, რომ რა არის ეს ღვთის ხატება, რომ ეს არის საღვთო ენერგია, ღვთისგან მომავალი შუქია და მადლია. და რომ ჩვენ თანაზიარნი ვართ ღვთისა. მესამე კვირა იყო ჯვრის გამობრძანება ტაძრის შუაგულში, საღვთო სიყვარულის
დიდი გამოვლინების და ნიშნის და სიმბოლოსი, რომელიც ჩვენ გვიცავს ხილული თუ უხილავი მტრებისგან და რომელსაც ჩვენ ჩვენს სხეულზე ვატარებთ. ნახეთ როგორ გვანუგეშებს დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია. მეოთხე კვირას რა იყო? იოანე კიბისახვრელის ხსენება, სადაც ეკლესია გვეუბნება ჩვენ რომ არსებობს ეს სულიერი სრულყოფის გზაზე აღმავალი კიბე, სადაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სრულყოფილებას და განხრთობას და ღმერთთან თანაზიარებას. და აი დღევანდელი კვირა არის ამის დასტურად და ნიშნად, ნიმუშად ეკლესია წარმოგვიდგენს ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას, რომელმაც მიაღწია ესე დიდ სრულყოფილებას.